ერთი კი კომაკელა. შეიძლება ეს მე მოუჩვათ კიდეც რომ თავდასხმას აგაცილოთ და სამედიან მოუნათლავი ბავშვები გარდაცვლილები სამივე კონფესიის მიხედვით. ეხლა ვიტყვი ესეთ რამეს, მოდი დავიწყოთ კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობით. კათოლიციზმში არ არის ესე ცალსახად რომ მიდიან, თუმცა იქაც მოიძებნება ვინმე რადიკალთა ჯგუფი, მაგრამ ოფიციალურად კათოლიკური ეკლესია არ ასწავლის რომ მოუნათლავი ჩვილი მიდის ჯოჯოხეთში ან განსაწმენდელში. მაგრამ კიდევ ამბობ, რადიკალური ჯგუფი ყველგან არის. იქაც მოიძებნება რომელიმე ჯგუფი მცირე, რომელიც გარკვეულ წმინდა მამათა კერძო აზრებს შემოიკრებს და წარმოაჩენს, რომ აი, რას ამბობენ წმინდა მამები. მე ვთქვი, მე მგონი პირველ ლექციაში, რომ არსებობს მამათა შორის კონსენსუს პატრუმ, რაც კრებებზე, ასე ვთქვათ, შეჯერდა და შეთანხმებული აზრი და დოგმატში აყვანილი იქნა. არსებობს დისენსუს პატრუმ, მამათა უთანხმოება, ანუ მათაც ჰქონდათ საპირისპირო აზრები. და არსებობს პოლიფონია პატრუმ, მრავალხმიანობა მამებისა, რომლებიც საერთოდ მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, რომელსაც ერთს არ უმსჯელია, მაგრამ მეორე მსჯელობს. ეს კათოლიკეებს რაც შეეხება. მართლმადიდებლობაშიც უმრავლესობა არ ასწავლის და არც ოფიციალურად ასწავლის ეკლესია, რომ ჩვილები ჯოჯოხეთში მიდიან, უნათლავი ჩვილები. მაგრამ არსებობს რადიკალური ჯგუფი, რომელიც ისევ ამბობ აი იმ კატეგორიებში, რომ მამებზე რაც ვთქვი ახლა, მრავალხმიანობა, შეთანხმება და აზრთა დაპირისპირება და სხვაობა. დავესესხები ერთ-ერთ თეოლოგს და ვიტყვი, რომ თეოლოგია არ შეიძლება დაყვანილ იქნას ციტატების მოყვანასთან. ეს არის ყველაზე საშიში რამ. არც ბიბლიური ციტატების და არც მამების შრომების. თეოლოგია აუცილებლად უნდა იყოს გააზრებული თლიანობაში ეკლესიის წიაღში და ახალი აღთქმის სულისკვეთებაში. ახალი აღთქმა, აი წეღანო ვთქვის სუპერსესიონიზმი, ახალი აღთქმა და თუნდაც ძველი აღთქმა ავიღოთ. ვერ ვნახავთ ჩვენ ბიბლიურ ტექსტს, კიდე ცალსახად ვამბობ, არამოჭრა გაუშვიეს. პირდაპირ ვერ ვნახავთ წმინდა წერილში ჩვენ ტექსტს, რომლის მიხედვითაც უნათლავი ჩვილები მიდიან ჯოჯოხეთში. და ის აზრები ახლა მამებს რო აქვთ, ეგ არის კერძო აზრები, რომელიც ჩემი შეხედულებით არ უნდა იყოს აყვანილი დოგმატურ ხარისხში და არც არის ახლა ოფიციალურად არ ასწავლის მაგას მართლმადიდებლობა. არსებობს ჯგუფი, რომელიც ასწავლის. პროტესტანტიზმს რაც შეეხება. პროტესტანტიზმში ნათლისღება საერთოდ არ არის მაცხონებელი საშუალება. ანუ აქ ნახეთ უკვე საკრამენტებზე გადავდივართ. ნათლისღება კათოლიციზმში და მართლმადიდებლობაში. ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული მღვდლობა, ქორწინება, ჯვრის წერას რასაც ვეძახით და შვიდგზის ზეთისცხება. ეს კათოლიციზმში არის და პროტესტანტიზმში არის ზიარება და ნათლისღება მხოლოდ. რადგან დანარჩენი ბიბლიურ ტექსტებში უშუალო საყრდენს ვერ პოულობს. მართლმადიდებლობის და კათოლიციზმისთვის ყველა ეს საიდუმლო არის მათ ცხონების საშუალება, ანუ გადარჩენის საშუალება. თუ შენ რომელიმეში არ მონაწილეობ, შენ არ გაქვს ცხონება, არ გექნება. კათოლიციზმის და მართლმადიდებლობისთვის ცხონება არის პროცესი, რომელშიც იმყოფები. პროტესტანტიზმისთვის ყველა მიმდინარეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. ცხონება უკვე შემდგარი აქტია რწმენით, მადლით, ღვთის საჩუქარია. დანარჩენი შენი ცხოვრების წესი, ეს უკვე იმ ცხონების შედეგია, რომელიც ღმერთმა მოგცა. ამიტომ მოუნათლავი ჩვილი კი არა შეიძლება მოუნათლავის დასრულიც, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და ვერ მოასწრო, არანაირი პრობლემა არ არის პროტესტანტიზმისთვის საერთოდ, რომ ადამიანი გარდაიცვალოს მოუნათლავი.
ნათლობა უბრალოდ ზეიმი და გარეგნული დადასტურება უკვე გადარჩენისა, რომელიც მიიღო ადამიანმა პროტესტანტიზმში. აი ესე მონახაზი რო გავაკეთოთ ეს განსხვავება არის.